ბათუმის დრამატულ თეატრში დღეს პრემიერა გაიმართა მაყურებელმა ნიკოლაი გოგოლის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი ქორწინება იხილა. წარმოდგენის რეჟისორი ლაშა შეროზია გახლავთ. სასიყვარულო მოტივები გარიგებით ქორწინება ორმოქმედებიანი სპექტაკლის მთავარი თემაა. პიესის მთავარი პერსონაჟები დრამატული თეატრის ძველი და ახალი თაობის მსახიობებმა გააცოცხლეს. სპექტაკლი ქორწინება თეატრალური სეზონის რეპერტუარში ჩაისმება და მისი ნახვა მაყურებელს მომდევნო თვეების განმავლობაში შეიძლება. მნიშვნელოვანი თემა არის ოჯახური ურთიერთობების დაწყება და სიყვარული, რა თქმა უნდა. გოგოლის მთავარი ძირითადი თემა, რაზეც ის ლაპარაკობს, ის არის, რომ როგორ დგება უსიყვარულოდ ოჯახები და როგორ უბედურდებიან ადამიანები. მე არ ვიტყვი ბოლოში ფინალში რა ხდება და სიუჟეტი როგორ ვითარდება, მაგრამ ერთს გეტყვით, რომ ეს არის 55 წლის კაცი, რომელსაც ცხოვრებაში ცოლი არ ყოლია და 27 წლის უკვე იმ დროისთვის საკმაოდ ასაკიანი ქალზე, რომელსაც ძალიან უნდა გათხოვება. ფინალში შეგნებულად არ ვიტყვი, იმიტომ რომ მინდა რომ მაყურებელმა ნახოს და თვითონ შეაფასოს. პერსონაჟი რამდენად გამომივიდა, ხასიათი ეგ უკვე მაყურებელი და რეჟისორის გადასაწყვეტია. ამბობენ რომ ნორმალურია ყველაფერი, მთლიანად სპექტაკლის ნორმალიზაციაზე ვამბობ. მაყურებელიც რომ ნახოს, თვითონ გამოიტანოს დასკვნა და საინტერესო იყო ვასესთან მუშაობა, იმენად რამდენადაც ახალგაზრდა რეჟისორი, უკვე ჩამოყალიბებული რეჟისორია, რომელთანაც კიდევ ვიმუშავებდი დიდი სიამოვნებით, არა მარტო მე ვიმუშავებდი დასიც ბათუმის თეატრს.